დიაბეტი ტიპი 1 სისხლის შაქრის მაღალი დონე. ყველას ვისაც დიაბეტი ტიპი 1 აქვს, შესაძლოა პერიოდულად აღენიშნოს სისხლის გლუკოზის მაღალი დონე. სკოლის ასაკის ბავშვებისთვის სისხლის გლუკოზის ნორმა მიჩნეულია 4-დან 10 მილიმოლიტრამდე. ჰიპერგლიკემია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლის გლუკოზის დონე ნორმაზე მაღალია. ჰიპერგლიკემიის მიზეზი შესაძლოა იყოს არასაკმარისი ინსულინის მიღება, შემცირებული ფიზიკური აქტივობა ან დამატებით საკვების მიღება ინსულინის დოზის კორეგირების გარეშე. გლუკოზის დონის მატება ასევე შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებებმა და სტრესმა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ჰიპერგლიკემიის ზუსტი მიზეზის დადგენა ვერ ხდება. თუ მოსწავლის სისხლის შაქრის დონე მაღალია, აღენიშნება გახშირებული შარდვა და წყურვილის შეგრძნება. ამ სიმპტომებს თუ შეამჩნევთ მოსწავლეს, რომელსაც დიაბეტი არ აქვს, დაუყოვნებლივ აცნობეთ მშობლებს, რადგან ეს შეიძლება იყოს დაუდგენელი დიაბეტის ნიშანი. ასევე მნიშვნელოვანი სიმპტომებია შიმშილი თავის ტკივილი, გულისრევა, მუცლის ტკივილი, დაბინდული მხედველობა, თბილი ან წითელი კანი. სისხლის გლუკოზის მაღალმა დონემ შეიძლება გავლენა მოახდინოს მოსწავლის განწყობასა და კონცენტრაციის უნარზე. როდესაც მოსწავლეს აქვს მაღალი გლუკოზის დონე, მაგრამ არ აქვს დაავადების სხვა ნიშნები, დაამხნევეთ მოსწავლე დალიოს საკმარისი რაოდენობით წყალი და მიეცით უფლება მას ხშირად ისარგებლოს საპირფარეშოთი. თუ მოსწავლეს აქვს მაღალი შაქრის დონე და ასევე უჩივის გულისრევას, ღებინებას, ძლიერ მუცლის ტკივილს, გახშირებულ სუნთქვას ან სუნთქვის დროს აღენიშნება აცეტონის მსგავსი სუნი, დაუყოვნებლივ დაურეკეთ მშობლებს. ყოველთვის შეამოწმეთ მოსწავლის დახმარების გეგმა, რათა იცოდეთ რისი გაკეთება შეგიძლიათ დახმარების მოსვლამდე. დაიმახსოვრეთ, როცა დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე მოსწავლე თავს ცუდად გრძნობს, აუცილებელია სისხლის გლუკოზის დონის გაზომვა. მაშინაც კი, როცა მოსწავლე დამოუკიდებლად უვლის თავს, მასაც შეიძლება დაჭირდეს დახმარება, როცა თავს ცუდად გრძნობს. ჰიპერგლიკემიის სიმპტომების ცოდნა და მათი დროული აღმოჩენა დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე მოსწავლეებს დაეხმარებათ იყვნენ უსაფრთხოდ და ჯანმრთელად სკოლაში.